თბილისში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის FSB-ს ნომრიანი მანქანა გადაადგილდება. კადრები მთავარს მიაწოდეს. საქართველოს 84 სკოლაში 4.200.000 ლარად 4.380 ჩინური სათვალთვალო კამერა დამონტაჟდება. ჯაფარიძის დაკავება შემზარავი და უსამართლოა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონგრესი უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას სენატორი ჯინ შაჰინი ეხმაურება. მიხეილ კაკაურიძე, რომელმაც ოცნებას საკრებულოში კვორუმი შეუქმნა, ძლიერმა საქართველომ პარტიიდან გარიცხა. ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება შეაჩერა.